კიდევ ერთხელ გამარჯობა და მთავარი კითხვა არის ხოლმე ლაივზე მივდივარ აუცილებლად მეგობრებო აუცილებლად მივდივარ ლაივზე მარიამს ვუჭერთ მხარს და ვარ მარიამის გულშემატკივარი აქ ვიღაცებს გონიათ რომ უსაქმური ვარ მეტი საქმე არა კი უსაქმური ვარ მეტი საქმე არა მაქვს ჰაუსზე ლაპარაკი ზუსტად მასეა მარიამი ჩართეო აბა ჩავრთავ მარიამს სად არის გამარჯობა ეს ბიჭი და აქ როგორ მოხვდა როგორ ის მარტკივარი ხარ აქ როგორ მოხვდი ჩემ ლაივში თქვენ დავამატეთ უი უკაცრავად ის გულშემატკივარი ხარ მე არავის გულშემატკივარი არ უი კაი არავის არ გულშემატკივრობ ანუ გააჩნია რა მხრივ იძახი რაიმე მაშინ მარიამის იყავი რომელი მარიამის I'm sorry შელრა პლანეტ ანუ შემთხვევით დამეჭირა რაღაცას ხო? ხო მაშინ sorry და რამენაირად გატიშე ცრავად ბოდიში ხახნო რაღაცა დამეჭირა Quanti am tras გამომყევი ცოლად სულ მაგტკვაზე ვარ მთავარი შეკითხვა ყოველ ლაივზე რომ როდემდე უნდა ილაპარაკო ჰაუსზე 16 იანვრამდე ხალხო 16 იანვარს მთავრდება ჰაუსი შეიძლება 18 იანვრამდე ზუსტად არ ვიცი ჯავახა როგორ იცავდა მარიამს ხალხო ძალიან როგორ გითხრათ ახლა მარიამზე არის ძალიან დიდი ჰეიტი გეთანხმებით და ამ დიდ ჰეიტს და მორალის პოლიციელობას მე არ ვაპირებ და ჭკუის სწავლებას და თითისკნევას. მეც და მარიამიც და ყველა ვთანხმდებით იმაზე თვითონ მარიამმაც თქვა ხალხო რომ ამ სიტყვების დაძახება საერთოდ არ იყოს სწორი საქციელი და ამაზე ყველა ვამბობთ რომ არ იყოს სწორი. რაც უნდა ახლა მაგას ბევრი მორალის პოლიციელობა და ჭკუის სწავლება და ასე შემდეგ საერთოდ არ არის საჭირო თითისკნება და რაღაცეების ძახილი რომ არიქა ვაიმე ეს როგორ თქვა მარიამმა და ასე შემდეგ ვთანხმდებით იმაზე რომ ყოველდღიური ბულინგის შემდეგ ლელურასაც აკეთებდა როგორ დასცინოდა და როგორ აბულინგებდა ყველა ვნახეთ მაგის მერე არც უნდა გაკვირვებოდა ელუს ესეთი საქციელი მაგრამ ხო ხედავთ რა პანიკა დადგა ჩემი აზრით ძალიან არასწორია თუმცა მეტსაც იმსახურებდა ლელუ ბებერი ბოზი თუ ახალგაზრდა ბოზი რა მნიშვნელობა აქვს ხალხო? მარიამზე თქვენ თვითონ მეკითხებით, თორე თან მარიამი დღეს არის აუთსაიდერი, მარიამს გულშემატკივრობ, ბევრი შეკითხვები მოდის მარიამზე და ჯავახაზე და ამიტომ ჯავახამ დაწერა პოსტი თავისი აზრი გამოთქვა, თავისი შეხედულება გამოთქვა.
ყველაზე მეტად მე რაც არ მიყვარს ადამიანში ეს არის ის რომ სადაც აწყობს და როგორც აწყობს და რო გადახედავს და მე თურმე ესე მაწყობს და მოდი ახლა რადგან უმრავლესობის აზრი 100-ია, მოდი მეც ასე ვიტყვი. არა ხალხო, ეს არის არასწორი. მარიამი როგორ ჩავრთო მითხარით და ჩავრთავ. მარიამი სად არის აბა? მარიამ თუ მიყურებ, მოდი შენ თვითონ. ლამაზ თიკო გეთანხმები აბსოლუტურად ძალიან მოგწონს ლამაზი და სექსუალური ქალებით ჩაცმულობაც ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება არ მოგწონდეს. უბრალოდ ლელურო მორალს სხვას უკითხავს და ამ დროს თვითონ აქეთ სექსუალურობის და სხეულის ნაწილების დემონსტრირების გარდა და ქალების ლანძღვის გარდა არაფერს არ აკეთებს. მარიამის ლეოპარდის შორტებს და ჩაცმულობას როგორ განიხილავდა, ხო, ძალიან ცუდ და ნეგატიურ კონტექსტში და მუზებს როგორ აკეთებდა. მან და არის პრობლემა, რომ სხვა ქალებს უწუნებს ქცევას ჩაცმულობას და ამ დროს თვითონ აქეთ-იქით კაცებში არის ჩამჯდარი და იყენებს კაცების რომანტიულ ურთიერთობას წინ წასაწევად და ფინალისკენ აგერ მიჩოჩებულია დიასას დახმარებით. ანიტა, მარიამი რო გამოვა, ცემას უპირებენო, უკაცრავად, მაგრამ ვინ უპირებს ცემას? ანიტა, აბა? თუ შეიძლება რომ დავაკონკრეტოთ, ვინ უპირებს მარიამს ცემას? ვერავის ვერ სცემს. ლელას აწყობს მარიამის გაშვება, რა თქმა უნდა აწყობს, იმიტომ რომ კონკურენტია და რა თქმა უნდა კოალიციას თან დიასაც მაგას არიგებს, რომ მიდი გააშავი მიაწეკე. ჯავახას ხალხმა მართლა მოსწონს, რა თქმა უნდა მარიამი და მარიამის გარეშე ძალიან გაუჭირდება, იმიტომ რომ ერთად არიან უკვე რამდენი კვირაა და თან ძალიან მოსწონთ ერთმანეთი. თქვენ გახსოვთ, მე რო ვამბობდი, რომ მოკლედ გუშინ წინ იყო ივენთი და გუშინ წინ ვნახე ორივე. და მე სულ ერთად იყვნენ და სულ ერთად ჩახუტებულები და ერთმანეთის გარდა არავინ არ უნდოდათ. ახალი მონაწილე ტასო ძალიან საყვარელია, მაგრამ მუზები რასაც უკეთებენ ამ ტასო, რა დღის შაგდებენ საწყალ გოგოს, ანუ წეგანაც ვილაპარაკე ლაივში ამ თემაზე და დიანას ქცევა, რომელმაც უკვე ეს ჰაუსი თავის თავზე გადაიფორმა და უკვე გონია რომ გამარჯვებულიც არის და ჰაუსის მეპატრონეც უკვე თავში რა დონეზე აუარდა, ხო ხვდებით? გადაწყევით, რომ სადაც დიანა არის, ანუ მთელ ჰაუსში როგორც იცით არის საძინებლები და ერთი დიდი ოთახი მოსაწევი სივრცე და სულ ეგ არის, ხო? დიანამ გადაწყვიტა, რომ სხვა მონაწილე, რომელიც თანაბარი უფლებებით არის წარმოდგენილი, მასთან ერთად იქ არ უნდა ჭაჭანებდეს და აუკრძალა ტასოს ზურას გვერდზე დაჯდომა. ბიჭების ყურადღება ახლა უფრო მოაკლდება ფინალისკენ, როდესაც მაგ მუზებს მოისვრიან ბონდოსავით სანაგვეზე კოალიცია.
თუ შეიძლება რომ მომწეროთ ან დაწეროთ, ვინ აპირებს მარიამის ცემას და რას ქვია ცემას აპირებენ ხალხმოს, გავგიჟდი მე. იმედია მუზებზე და ლელუზე არ ამბობთ, რომ ეგენი აპირებენ მარიამის ცემას, ღმერთო ჩემო. კარგად მითხარით, თუ შეიძლება ლელუ აპირებს მარიამის ცემას დღეს ლაივზე, თუ ვინ აპირებს ხალხო, არ ვიცი. მე ბონდო ხალხნო მართლა შემეცოდა. ანუ ბონდოს რაც გაუკეთეს თავის საკუთარ დაბადების დღეზე დამსახურებულად მიიღო. ტიპი არის უკიდურესად ვაზელინა და ძალიან დამსახურებულად მიიღო კოალიციისგან ის მოსროლა. თუმცა მე მაინც შემეცოდა და რატო შემეცოდა გეტყვით. ყველა ვარიანტში, როდესაც ერთ ადამიანს წიხლავს ბევრი ძალიან თან 2 წუთის წინ რო ეძმაკაცებიან თუ ემეგობრებიან და ბონდო და შენ ხარ ყველაზე მაგარი და უშენს გარეშე რა გოშველებოდა და ყოველ ფართიზე ხო იყენებენ ქორეოგრაფიას და იმას ნუ როგორც უნდათ ისე იყენებდნენ და უცებ აღარ დაჭირდათ მოვიდა წითელი დროშები და ადგეს ეს შენი ბონდო და მოიქნიეს სანაგვეზე. ბონდო ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დაიმსახურა 100%-ით დაიმსახურა, იმიტომ რომ ჯერ ეგერთი ეს ვაზელინობა რო დაიწყო და შეუძრა ამ კოალიციას, რა ეგონა და რისი იმედი ქონდა. ეხლა მაგან დაინახა, ჯერ ეგერთი ბონდო იყო ძალიან კარგად პირველ კვირაში ჩვენთან იცით ძალიან მოგეხსენებათ, ეგ ბევრჯერ მithქვამს, რომ ბონდო იყო სულ სხვა ადამიანი და პირველ კვირას თამაშობდა სულ სხვა ადამიანს. მე გამოავლინა თავის თავი და ამაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ლორენცომ ჩამოხსნა ნიღაბი, პირველი იყო ლორენცო, ვინც ნიღაბი ჩამოხსნა ბონდოს და ბონდო გასხივოსნებული მენტორი კი არა ყოფილა ერთი ჩვეულებრივი მაძუნგალა ქალთმოძულე საზიზღარი პიროვნება. აეგ დაგვანახა ლორენცომ. რაც მაგან გააკეთა ჩემთან, მარიამთან, როგორი საშინელი სიტყვებით ილაპარაკა ლელუსთან და ლელუც იჯდა იქ მოსაწევში და ხმას უბამდა, ორ ხმაში ლანძღავდნენ ქალებს და ასე შემდეგ, ხო? წინა ლაივზეც აი მე ლელუ და მარიამ რო ვიყავით აუთსაიდერები თუ გახსოვთ, მაგაზე მქონდა ლაპარაკი, მაგრამ სამწუხაროდ საკმარისი საეთერო დრო არ მომეცა მაგისთვის, რომ აი ეს სექსისტური და ქალთმოძულე საუბრები კიდევ უფრო კარგად გვემხილებინა და ასე თუ ისე ეგ ბონდოს შერჩა, მაგრამ რაც ვერ შერჩა და ვერც ვერასდროს ვერ შერჩებოდა, ეს არის ანტი-ადამიანობა. ტასომ არაკაცი რო უძახა, ძალიან სწორად ეძახა არაკაცი, ვეთანხმები ტასო, შენთან ერთად ვარ მაგამ ბავში, ანასტასიაზე მაქვს საუბარი. ანასტასიას ხო ახალი ხორცი ეძახა, ხომ ასე გამოდის, რომ მუზები ძველი ხორცი ყოფილა. და შესაბამისად ბონდო აი ეს ყველაზე ვაზელინა და ამაზრზენი ადამიანი არც იმ კოალიციას აღარ დაჭირდა. ასია ხოლმე ასეთი შემძრომი ვაზელინა და პიროვნულად საშინელი ადამიანი არც იმ კოალიციას არ უნდა. ხალხი თქვენ რა გონიათ, რომ ეხლა ზუკა, გუგა, ერთადერთი ძმაკაცები, მან რეალური ძმაკაცები ვინც არიან, ეს არის ზუკა და გუგა, რომელიც ეს შემოვიდა პროექტში და ბევრი წლის მეგობრები არიან, მე მგონი ბავშვობიდან. ეგენი დანარჩენს, ხო, მათ შორის მუზებს და მათ შორის ლელუს იყენებენ ძალიან სათავისოდ და მან არანაირი მეგობრობაზე საუბარი არ არის. ხალხო პროექტიდან ვარ წამოსული, მაგრამ ჩართული ვარ და მაინტერესებს ძალიან და მაგაზე გელაპარაკებთ ხოლმე და შეგიძლიათ ვისაც არ გაინტერესებს არ მომისმინოთ, მე პრობლემა არ მაქვს. და ბონდომ დამსახურებული, ну აი მე შემეცოდა ხალხო, ბონდომ რაც გააკეთა ძალიან აი ბონდოს რაც გაუკეთეს ძალიან შემეცოდა, იმიტომ რომ 2 წუთის წინ იყო ვაიმე ბონდო და არ კაი ტიპი ხარ და ვაიმე ბონდო და აგერ აღმოჩნდა რომ ბონდო თურმე აღარ არის საჭირო კოალიციისთვის და მე მგონია რომ ბონდო გავარდება დღეს.
ტასოც საშორებელი ყავს მუზებს, მუზები არიან გადაკიდებულები ახლა ტასოზე და რა თქმა უნდა მაგის მოშორებაზე წავა ახლა ჩალენჯი. ეხლა მარიამი თუ არის შემოსული ხო, რა ვიცი, ძალიან გაკვირვებული იყო ბონდო, მაგრამ მე საერთოდ არ გამკვირებია ბონდოს სანაგვეზე მოსროლა ძალიანაც ველოდებოდი. ალექსანდრე, არ გასპამოთო. გულშემატკივრობ მეგობრებო მარიამს. ყველანაირი განკითხვის ჯაჯმენტის და თითქმის გარეშე მე და მარიამმა ორივე მგუშინ ლაივში ვისაუბრეთ, რომ საერთოდ არ არის მოსაწონი და კარგი საქციელი ცუდი სიტყვების ხმარება და მე რომ მეუბნებით რომ ეგ ასწავლე, არ ვარ ხალხნო მე მარიამის არც პედაგოგი, არც მასწავლებელი, არც გამდი არავინ. არ ვარ მასწავლებელი და ლექტორი. ვერაფერს ვერ ვასწავლეთ იმექი. არავის სასწავლებლად არ მივსულ ვარ თავის დროზე და მე მივედი გასართობად გავერთე ის სამი კვირა და გამოვედი და ახლა რაღაცეებს რომ მეუბნებით რომ აი მე რატო ვერ ასწავლი და რაღაც უკაცრავად, მაგრამ საერთოდ არ ვთვლი ვალდებულად რომ ვინმესთვის რამე უნდა მესწავლებინა. თანამედროვე პირობებში ცუდი სიტყვებია გინება თუ რაღაცა, ყველა თავის სწავლობს ამას და როგორც უნდა ისე იყენებს ლექსიკას და 100-ჯერ და 200-ჯერ თქვით უკვე რომ მარიამის ეს სიტყვები საერთოდ არც მარიამს არ მოწონებია, არც მე და არავის, თუმცა რასაც ლელუს ბულინგს ვუყურებთ ამდენი ხანია, ლელუ ბევრად მეც იმსახურებს. დაურეკეთ მარიამს და მხარი დაუჭირეთ მარიამს. გვანცას კარგად გაუზრდია მარიამ, ჯერ ერთი სამ კვირაში ვინ რა უნდა გაზარდო და მეორეც ერთი მარიამი, მე გავიცანი უკვე გაზრდილი და არავის გაზრდას და არავის აღზრდას მე არც ვაპირებ ხალხო, რა სისულელეა და რატომ მავალდებულებთ რომ ვინმე უნდა გავზარდო, ავღზარდო და ასე შემდეგ. ყოველდღე წარმოუდგენელია ეს რა აზრები მოგდით თავში. რატო უნდა გამეზარდა ვინმე, რატო უნდა ახმეზარდა ვინმე და რა ვიცი, რატო უნდა მესწავლებინა ახლა ისე რა ქვია შენო რა უნდა გვასწავლოთ, ჩვენ მე ქუთაისლები მეუნებენ და არაფერი მეთქი, გესწავლოთ და ისე შემოსულიყავითო. არაფერი მაგათ არ უსწავლეთ, განათლებაც ნულიც, მეტყოლებაც ნული, მედიტაცია ეგონათ რაღაცა სექტა. და ჩვენო სექტაშიო არ შემრაცა მედიტაცია თუ რაღაცა სიმშვიდის იმას ვაკეთებდით და ზუკა გუგას ეგონა რომ რაღაცა სექტაში ვასწევრიანებდით და მე დავუხსენით რომ ეს მედიტაცია არ იყო სექტა და თუ არ უნდა ნუ გააკეთებ და ნუ რაღაცა ძალიან ეგეთი ხალხია ხალხო არ ვიცი. მარიამის ედიტებს აკეთებენ ხალხნო დაუსრულებლად. ყველაფერს ვუყურებ და ყველაფერს ასაც მიგზავნით ხოლმე, ყველაფერს ყურადღებით ვუყურებ, იმიტომ რომ მხოლოდ ანუ სტრიმების ყურების დრო არ მაქვს სამწუხაროდ. სტრიმებს ვერ ვუყურებ YouTube-ზე, ძალიან იშვიათად რომ შევიდებ. ისიც მარიამზე გადავახვევ ხოლმე რომ მაინტერესებს როგორ არის და თქვენ რომ იყრით ხოლმე YouTube-ის სტრიმებიდან ამოჭრილ დამონტაჟებულ ვიდეოებს, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ძალიან მიხარია რომ მიყრით ხოლმე ამ ვიდეოებს და ძალიან მომწონს და ყველაფერს ვუყურებ. უბრალოდ ყველას ვერ გწერთ ხოლმე პასუხს და მე რაღაცა გათბობა მაქვს ჩართული უსაშველოდ. ეს გათბობა როგორ გავთიშო? ეხლა რომელიც მგონია რომ გათიშულია, მაგრამ არა უშავს.
Open this car. ალექსანდრე თიკო არ დაბლოკო თავის შეხედულებებს გამოთქვამს ხოლმე და თუ შეიძლება მიუთს ნუ უკეთებ თიკოს ალექსანდრე ეს ზაზა დაბლოკე ჯობია რომელიც უზრდელობს აგერ იუზერ მეც მიყვარ ხართ ალექსანდრე თიკოს ნუ ბლოკავ და განბლოკე თუ შეიძლება თიკო ალექსანდრე მოდი მოვაშოროთ იქიდან მოდერიდან იმიტომ რომ ჩემი ახლობლები დაბლოკა ალექსანდრე ნუ ბლოკავ თიკოს განბლოკე თუ შეიძლება არა ალექსანდრე არის აქვს იუზერი ჩემი შვილი არ არის ჩემი შვილს ქვია ლუკა ალექსანდრე მხოლოდ გინებები და უზრდელები დაბლოკე ნუ დაბლოკავ ისეთ ადამიანს, ვინც არის აქტიური მარიამის გულშემატკივარს ჯავახას და მარიამის ფეიჯებიდან ვის გინდათ შემოსვლა არ არის ხომ საქმეებზე ვიყავი და ჩემშვილი არ არის ჩემთან ერთად მარიამის და ტასოს დუოზე რას ფიქრობოდა? ხახნო ტასოს ანასტასიას დიანა რა დღეში აგდებს ნახეთ? ზურას გვერდით დაჯდომა აუკრძალა. ესეთი თაფხედი გოგო ცხოვრებაში არ მინახია. დიანასთან მაქვს კითხვა, რა უფლებით უკრძალავ შენ ვინმეს? მით უმეტეს ისეთივე წევრია ჰაუსში ანასტასია როგორც შენ დიანასთან მაქვს ესეთი შეკითხვა. ვინ გგონია თავი და რა უფლებით უკრძალავ ადამიანს სადმე მისვლას, სადმე დაჯდობას და ეს ზურა მართლა შენი საკუთრება გგონია, სულ შენ შეყვარებული იყოს და არც არის ამ ბიჭმა გითხრა რომ არ მომწონხარო და ჩვენ ერთად არ ვართო. ფლირტის გამო გადაწყვიტე ქალბატონო დიანა რომ ეს ზურა არის შენი საკუთრება და ანასტასია საუკრძალო ზურას გვერდის დომა. ანუ მეტი შეუგნებლობის დონე არ ვიცი რა. გოგოების დაპირისპირებაში რა თქმა უნდა მე ვერ ვიქნები სიქაჯის მხარეს. სიქაჯეში ვგულისხმობ იმას, რომ 4 კვირის შესული რადგან ხარ, გგონია
დიანაზე და თინათინზე მაქვს საუბარი, რომ მეტი უფლებები გაქვს ჰაუსში, მეტად უფრო მაგარი ტიპი ხარ და ახალ მოსულ წევრს ექცევი როგორც მოსამსახურეს და აი უბრალოდ რა უფლებით უკრძალავენ ამ გოგოს სადმე ლაპარაკს, ზურას გვერდით დაჯდომას. ზურა მე მგონი უკვე ძალიან ინანაა და მიხვდა კიდეც ვისთან აქვს საქმე. ზურა ეგ გოგო გაგიმწარებს მან ცხოვრებას.